კონკურენციათანაც ჯანსაღი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ბაზრის მოთამაშეებს შორის თანაბარი, ასე ვთქვათ, თამაშის წესები დაამკვიდრდეს და ჩამოყალიბდეს და საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მაღალი ხარისხისა და ხელსაყრელი ფასის პროდუქცია თუ მომსახურება მიიღოს. საქართველოში არის სფეროები, სადაც ეს კონკურენცია ბუნებრივად მაღალია, თუმცა ბაზრის ნაწილს მაინც ზედამხედველობა და შესწავლა სჭირდება, რადგან კონცენტრაციისა და საკუთარი თამაშის წესების დადგენის დიდი ცდუნება არსებობს. ერთ-ერთი ასეთი სპეციფიკური ბაზარი ქვეყანაში წლების განმავლობაში საწვავის იმპორტი თუ საცალო საბითუმლო რეალიზაცია იყო. ბაზრის მოთამაშეებთან მიმართებით დღემდეა პრეტენზია, რომ მსხვილი კომპანიები ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს ფლობენ და შესაბამისად ბაზარს ფას თავად კარნახობენ. ამიტომაც არის, რომ ეს ბაზარი ხშირად ხვდება კონკურენციის სააგენტოს კვლევის სფეროში, თუმცა იცვლება თუ არა ამით მნიშვნელოვნად და არსებული სურათი იცვლება თუ არა უკეთესობისკენ, ამაზე უკვე თავად კონკურენციისა და მოხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარისგან ირაკლი ლექვინიძესგან გავიგეთ. ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ერთ-ერთი ბოლო ანგარიში, რაც ვნახეთ თქვენი სააგენტოსგან, სწორედ საწვავის ბაზრის შუალედური კვლევა იყო. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ბაზრის შესახებ, ანუ აქმა, რომელიც ბაზართან დაკავშირებით არსებობს, რომ ძირითადად მაინც მსხვილი კომპანიები დომინირებენ და თამაშის წესებს იქნება ეს, არ ვიცი, მათ შორის ფასის კარნახი ბაზრისთვის სწორედ ისინი განსაზღვრავენ, შეესაბამება თუ არა ეს აქმა რეალობას რას ამბობს, ამაზე თქვენი შუალედური ანგარიში. ემა, მოგესალმები, ჩვენს მაყურებელს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის. ხა თქვენს საკმაოდ ისეთი ღრმა ანალიზით გაჯერებული შესავალი ჰქონდათ საწვავის ბაზართან დაკავშირებით და ზოგადად საზოგადოების ინტერესი ყოველთვის მაღალია. ამიტომ გარდა იმ საქმეებისა, რაც ჩვენ წარსულში გქონია კონკურენციისა და მოხმარებლის დაცვის სააგენტოს, ჩვენ გვაქვს მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში, რომ საზოგადოების მაღალ ინტერესს უპასუხოთ ჩვენი კვარტალური ანგარიშებით და შევაფასოთ კვარტალურად ბაზარზე როგორია კონკურენციის ხარისხი და ხომარ ხდება რამე ესეთი პროცესი, რაც შეიძლება იყოს კონკურენციასთან წინააღმდეგობაში. ჩვენ ასეთი ანგარიში გამოვაქვეყნეთ და 2024 წელი შევაფასეთ, ორი კუთხით უყურებთ ბაზარს. ერთი არის იმპორტის დონე, რადგანაც ეს საწვავის ბაზარი საქართველოში 100% იმპორტირებულია და მეორეა საცალო ბაზარი, ანუ იგივე ავტოგასამართი სადგურები, სადაც ხდება აღნიშნული საწვავის რეალიზაცია. მე რამდენიმე დასკვნას გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით და მე შეგვიძლია სხვადასხვა საკითხებზე კიდევ ვისაუბროთ. პირველი იმპორტის დონეზე ჩვენ გვაყავს ბაზარი არის დაბალკონცენტრირებული, იმიტომ რომ სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 44%-ია, ხუთის წილი არის დაახლოებით 62-63%-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილში ჩვენ დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ აქვს. ამის ასეთი შემთხვევაში კიდევ უფრო, ასე რომ ვთქვათ, ყურადღებით უყურებთ ჩვენ ბაზარს, რომ არ მოხდეს შემდგომ ამ საკითხის არასადამდგოდ გამოყენება. თუმცა ამ ნაწილში ეს არ გვაქვს. ბაზარი ქვეყნების მიხედვითაც დიფერენცირებულია. თქვენ ახსენეთ უკვე, რომ რუსეთთან მოდის დაახლოებით 54%, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის წილი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და ის ჩანაცვლებულია ბულგარული საწვავით და მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მესამე ადგილზეა რუმინეთი. რუმინეთს და ევროპული საწვავი რო ავიღოთ მთლიანობაში დაახლოებით 35-40%-ამდეა მისი წილი ქართულ ბაზარზე. ასევე გამოჩნდნენ ისეთი ახალი ქვეყნები, როგორიც არის მაგალითად თურქეთი, ბელორუსი და ესე შემდეგ. ანუ ეს უკავშირდება სწორედ იმას, რაც თქვენ ახსენეთ, რომ რუსულმა საწვავმა, რომელსაც წინა წელს და კიდევ უფრო ადრე ჰქონდა მნიშვნელოვანი საფასო უპირატესობა ძალიან ბევრი ფაქტორის გამო და ეს საფასო უპირატესობა დაახლოებით ტონაზე $400-საც იყო დრო, რომ $400-საც კი უტოლდებოდა და ეს მნიშვნელოვან ფასთა შორის ხვაობას იძლეოდა და იყო პერიოდი, როცა 80%-მდეც იყო რუსეთიდან საწვავის იმპორტი. თუმცა ეს შეცვლილია, იმიტომ რომ ეს საფასო უპირატესობა უკვე აღარ არსებობს. თუ იქნება ასევე კიდევ გარკვეული დამატებითი შეზღუდვები, ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტის პრაქტიკულად შესაძლებელია და კომპანიები ამისთვის მზად არიან და მეორე ამასაც არ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ფასზე, იმიტომ რომ
დღეს პრაქტიკულად რუსეთთან იმპორტირებული საწვავის და ევროპიდან იმპორტირებული საწვავის ღირებულება პრაქტიკულად ერთნაირია. ასე უნდა ვთქვათ ის, რომ 2024 წელს გაზრდილია მთლიანი მოხმარება დაახლოებით 8%-იანი ნიშნულით, ანუ 8%-ით მეტი საწვავი მოიხმარა საქართველოს. მეორე დონე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის უკვე საცალო დონე. აქ ჩვენ გვაქვს ბრენდირებული და უბრალოდ ბრენდირებული დღეს ბევრია, უფრო ქსელური და ფართო ქსელის მქონე კომპანიები, რომელთა წილი სტაბილურად წინა წლებთან თუ შევადარებთ დაახლოებით 67%-ის ფარგლებშია და მათ მიუხედავად ამისა არ არის ეს ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, როგორც თქვენ ამბობთ, ანუ დაბალკონცენტრირებული ნიშნავს იმას, რომ გვაქვს კონკურენცია ბაზარზე, ხომ? აი მარტივად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. კი, ანუ ჩვენ ჯამში გვყავს საცალო ბაზარზე მოქმედი 400-მდე კომპანია. ამ 400-მდე ეს 400 კომპანია ფლობს დაახლოებით 1300-მდე ავტოგასამართ სადგურს და 1300-დან დაახლოებით 500 ავტოგასამართი სადგური არის ქსელური მსხვილი კომპანიების ფლობელობაში. ამ მსხვილი კომპანიების 5 მსხვილი კომპანიის წილი ბაზარზე არის დაახლოებით 67%. დანარჩენი უჭირავს მცირე ქსელებს და დაახლოებით მათ ფლობელობაშია ბენზინგასამართი სადგურების დაახლოებით 60%-მდე მაჩვენებელი. მთლიანობაში ხო უფრო ალბათ უფრო იქნებოდა მძაფრი კონკურენცია თუ ეს 67% იქნებოდა ბევრად უფრო ნაკლები წილით, თუმცა ეს არის წლებით ნაშენები კომპანიები, რომლებსაც აქვთ ორი საკითხი სწრაფად მინდა გავიაროთ, იმიტომ რომ კიდევ ბევრი არანაკლებ საინტერესო თემა გვაქვს და ამასაც მინდა შევეხო. მე არ წამიკითხავ შუალედურ ანგარიშში, შესაძლებელია არ იყო თქვენი ინტერესის სფერო, ან შესაძლებელია საბოლოო ანგარიში იქნება. ეს ყველაფერი გასაგებია, რომ ბაზარი, საწვავის ბაზარზე, როცა ვსაუბრობთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ასევე საცალო ვაჭრობაში, როგორც თქვენ ამბობთ, არ არის მოკლედ კონცენტრირებული დომინანტი ეკონომიკური აგენტი, არც აღიარებული და არც. მაგრამ მე მაინტერესებს ერთი კომპონენტი, რამდენად მარტივია ამ ბაზრის თითოეულ სეგმენტზე დაშვება. ანუ რას გულისხმობ? თუ მე ვარ დაინტერესებული ეკონომიკური აგენტი და მინდა ქვეყანაში განვახორციელო საწვავის იმპორტი, ეს არის თუ არა შესაძლებელი და თუ შესაძლებელია, რამდენად მარტივია, რატომ ვკითხულობ ამას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ჩვენს მაყურებელსაც, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს სფერო იყო აბსოლუტურად დახურული დომინანტი კომპანიების მიერ და მეორე ნაწილი ქსელზე დაშვების სიმარტივე ძალიან მაინტერესებს, ანუ თუ იმპორტი არ მაინტერესებს, მაინტერესებს სწორედ საცალო ვაჭრობა, რამდენად შესაძლებელია დღეს რომ არის თუ არა ტერიტორიული შესაძლებლობა იმისა, რომ მე მაგალითად ქსელზე დაშვების შესაძლებლობა მომეცეს. ამ ნაწილში რამდენად გამარტივებულია საქმე? თუ ჩვენ შევხედავთ ბოლო წლებში, როგორც იმპორტიორი კომპანიების რაოდენობას, ასევე საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობას, ეს საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ამ ბაზარზე რაიმე ისეთი ხელოვნური ბარიერები მთლიანობაში არ არსებობს და არის თანაბარი პირობები. თუ ესეთი რამე მსგავსი არსებობს, ბუნებრივია ჩვენი უწყება მსგავს ფაქტებზე რეაგირებს მომართვის შემთხვევაში. არ ყოფილა, არავის არ მოუმართავს, რომ მინდოდა შემომეტანა საწვავი და არსებულმა იმპორტიორებმა მოკლედ ამის საშუალება არ მომცეს, ან მათმა ლობისტებმა. პრობლემა არ მოსულა. ეხლა ყველაზე მთავარი ეს პრინციპში ზოგადი სურათი გითხარით, რას უყურებთ ჩვენ როცა კონკურენციის ხარისხს ვაფასებთ, ბუნებრივია იმპორტირებული საწვავის ფასი ფორმირდება მსოფლიო ფასით, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ ინფლაციის მიხედვით დგინდება და ადგილობრივი ვალუტის კურსით. მთლიანობაში 2024 წლის მანძილზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო თანხwebdra მსოფლიო ბაზარზე არსებულ დინამიკას, ეროვნული ვალუტის კურსს და საქართველოში ფასების შესაბამისობას შორის. მხოლოდ ჩვენ ანგარიში გამოვყავით ერთი კონკრეტული პერიოდი, ეს იყო სადღაც ზაფხულის პერიოდი, როდესაც იმპორტის თვითღირებულების კლება იწყება, თუმცა ფასების საცალო ბაზარზე ასახვა ეს მოხდა სადღაც სექტემბრის. რამდენია მაინც ეს ოპტიმალური ვადა, ანუ თქვენმა კვლევამ რაც ხატყო? 2-დან ჩვენი სურათით სადღაც 2-დან 5 კვირამდე არის ის პერიოდი, როდესაც მარაგების გათვალისწინებით და სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით უნდა მოხდეს იმპორტის თვითღირებულების შემცირების ასახვა და მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების ასახვა ადგილობრივ საცალო ბაზარზე. და ამ ჩვენ შუალედურში ვნახეთ, რომ გარკვეულ დაგვიანებულ ასახვას ჰქონდა
ადგილი ამაზე არგუმენტი აქვს ხოლმე, ხო? თუმცა ნახეთ, აქ ჩვენ სხვა ფაქტორებით შემოდის, რომელიც აუცილებელია გავუთვალისწინოთ. ერთი არის მარაგები, მეორე არის турბულენცია გარე ბაზრებზე, მესამე თვითონ მოლოდინები, კურსთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ ეს არგუმენტები ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა საპირწონე იმისა, რომ ჩვენ ეს როგორც საბაზრო ფაქტორი და როგორც კომპანიების ბუნებრივი ქცევა, ისე შეგვეფასები და განსხვავებით 2022 წლისგან, როდესაც ჩვენ მოკვლევა დავიწყეთ სწორედ მსგავსი ტიპის პრობლემატიკაზე, მაგრამ მაშინ დროს შევხედოთ ფასნამატებსაც დაახლოებით 70-დან ლარის ფარგლებში იყო 2022 წლის პერიოდში, მთელი 2024 წლის მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილურად 30-50 თეთრის ფარგლებში მერყეობდა გამომდინარე ბაზარზე არსებული განსხვავებული ვითარებისგან. ხა ფასნამატებს ჩვენ რატო უყურებთ, ეს ჩვენ საერთოდ არ არის ჩვენი თემა, რომ ფასნამატი მაღალია თუ დაბალია, მაგრამ ფასნამატების დინამიკაში კარგად ჩანს მთლიანობაში კოორდინაციის ხარისხი და თუ ჩვენ ამ კოორდინაციის ხარისხს ხედავთ, მხოლოდ ამის შემდგომ გადავდივართ შემდგომ. ეს არის თავარი კვლევის არეალი. თუმცა კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ და შეჯამების სახით რომ ვთქვათ 2024 წლის მონიტორინგის შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მთლიანობაში ბაზარი ასუხობს იმ სტანდარტს, რასაც კონკურენტული ბაზარი ქვია, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, თუმცა მონიტორინგი გრძელდება, ჩვენ პირველ კვარტალსაც შევხედავთ, შემდგომ კვარტლებსაც და კიდე ერთხელ ვამბობ, რომ როგორც ადრეც თუ დავინახავთ, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს კონკურენციის ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენ პირველ რიგში ინდუსტრიასგან მივიღებთ განმარტებებს და ამის შემდგომ გვაქვს ასევე. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბროთ, ეს არის 10 სტანდარტი, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადგინა იმისათვის, რომ არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდება მოხდეს. ანუ შეგვიძლია თუ არა გარკვეული, ასე ვთქვათ, შეფასება გავაკეთოთ, რამდენად იცავენ საქართველოში კომერციული აგენტები აი ამ 10 სტანდარტს, 10-ს თუ არ იცავენ, რამდენს იცავენ და ზოგადად ხდება თუ არა ამ ყველაფრის მონიტორინგი. ერთია რომ სტანდარტები დადგინდა, ანუ მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მეორეა ამ სტანდარტების აღსრულება და მასთან შესაბამისობა. ანუ ეს კითხვა ეხება ახლა მომხმარებელთა უფლებების ნაწილს, რომელიც ასევე ცალკე კანონის საფუძველზე ჩვენი აღსრულების ნაწილია. ეს 10 სტანდარტი, რომელიც ჩვენ წლის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ, არის პრაქტიკულად შეჯამება ჩვენი 2 წლიანი მუშაობის, როდესაც სხვადასხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩვენ დავადგინეთ სტანდარტი, რომ მაგალითად პირობითად ქართულ ენაზე მომსახურების სტანდარტი არის უპირატესი და აუცილებელი და მომხმარებლის უფლებაა, რომ თუ მას არ უნდა სხვა ენაზე მიიღოს საქართველოს მომსახურება, მან უნდა მიიღოს ამ ენაზე. მომხმარებლის უფლებაა ასევე, რომ ფასის მითითების და ფასზე კონდეს ამომწურავი ინფორმაცია, ეს ეხება როგორც ფასდაკლებებს, ასევე სოციალურ ქსელში რეკლამირებას და ასევე სხვა ფასებს, რომლებიცაც ის აწყდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს სწორედ ამ გადაწყვეტილებების ზოგად სურათს მოიცავს აღნიშნული სტანდარტები. მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ მონიტორინგის ფუნქცია არ გვაქვს, მაგრამ ამ სტანდარტების დადგენა ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი აწყდება მსგავსი ტიპის პრობლემატიკას, რომელიც ყველაზე ხშირად თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე. ფასდაკლებების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასის მითითების სტანდარტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბოლო გადაწყვეტილებებში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვით ხაზი. მაგალითად, გაზრდილი ფასიდან ფასდაკლება, როდესაც აი მაგალითად ვიცი, რომ პროდუქტი ღირდა 100 ლარი, გამოცხადდა 70%-იანი ფასდაკლება და ის უნდა ღირდეს 30 ლარი და ამ დროს პირობითად შეიძლება ღირს 80 ლარი ან 50 ლარი, ეს ნიშნავს, რომ საწყისი ფასიდან ფასი გავზარდა და გაზრდილი ფასიდან დავიწყე ფასდაკლება. ეს არის პირველი რიგის დარღვევა, ხშირად არის მსგავსი შემთხვევები, ამიტომ ჩვენი დადგენილი სტანდარტის თანახმად 3 ფასი უნდა კონდეს მაღაზიაში პროდუქტს მითითებული, როდესაც ფასდაკლება ცხადდება, უნდა იყოს საწყისი ფასი, უნდა იყოს ფასდაკლების შემდეგ მითითებული ფასი და ბოლო 30 დღის განმავლობაში რა იყო უდაბლესი ფასი. პირველი სამეული შევადგენთ, მეორე რომელია? მეორე არის ქართულ ენაზე კომუნიკაცია, აი ეს ეხება კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტების მიტანას ახორციელებენ, შეიძლება თქვენც გქონდეთ პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ზოგჯერ აი ინგლისურიც კი არ არის სათანადო, რომ სწორად აუხსნათ ადამიანს, სად მოგიტანოთ პროდუქტი და როგორ ეს საკითხი არაერთხელ მოიტანა ჩვენამდე მომხმარებელმა, ჩვენ გავდივართ ახლა აღნიშნულ საკითხსაც და აქაც სწორედ ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების სტანდარტამდე მივდივართ, როდესაც მე როგორც მომხმარებელს
უფლება მაქვს, რა თქმა უნდა, ავირჩიო და შეზღუდული არავინ არ არის თუ ჩემი სურვილია ნებისმიერ ენაზე შევიძლია მივიღო აღნიშნული მომსახურება, მაგრამ ჩემი უფლებაა საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, რომ უპირატესი იყოს ეს და ამ დისკომუნიკაციას მოკლედ არ ქონდეს ადგილი. სამელს სტანდარტების დარღვევის თვალსაზრისით, რომელი ასე ვთქვათ სტანდარტის დარღვევა კრავს. კი ბატონო, გეტყვით, ეს არის ინფორმირების სტანდარტი, ეს ყველაზე ესეთი სტანდარტია, ფართოდ გავრცელებული და ყველაზე ხშირად დარღვევადი ალბათ, როდესაც რამეს ცვლის კომპანია მიწოდების პირობებს, ან ფასს, ან რაღაცა ხელშეკრულების სათანადო პირობებს, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს ძალიან მკაფიოდ, ცხადად და აუხსნას მაგალითად რა შემთხვევაში ბრუნდება პროდუქტი უკან, რა შემთხვევაში ხდება მისი შეცვლა, რა შემთხვევაში ხდება მისი შეკეთება და ეს წინასწარი ხელშეკრულების პირობები არასადღაც ხელშეკრულებაში რომელიღაც მე-10 თუ მე-15 მუხლში იყოს არაშესამჩნევად აღწერილი, იქაც უნდა იყოს რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის შესახებ როგორც ვერბალურად, ასევე ვიზუალურად და ცხადად მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. ეს არის მთავარი პრინციპი. და რადგან სტანდარტებზე ვსაუბრობთ, აი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, ესეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ შესაძლებელია ინფლუენსერებს, რომელიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები დღეს უკვე კომერციულ საქმიანობაში, ხომ, სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით შესაძლებელია გარკვეული, არ ვიცი, სტანდარტები თუ მოთხოვნები დაუდგინდეთ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა მოთხოვნები შეიძლება იყოს დადგენილი საქართველოში მოქმედი ინფლუენსერებისთვის, მაგრამ ჩემი როგორც მაგალითად მომხმარებლის დაკვირვებაა, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად სოციალურ ქსელებში, უცხო ენოვან ინფლუენსერებში მათი ინფორმაციის გადმოცემისას ხშირად ახდენენ ისინი მოკლედ მომხმარების ინფორმირებას, რომ მათი კონტენტი შეიცავს რეკლამას და ეს არის დაფინანსებული ვიდეო რგოლი. შესაძლებელია თუ არა, რომ იგივე სტანდარტზე იყოს საუბარი საქართველოს შემთხვევაშიც. ასეც თქვენ რაც თქვენ მოყევით ახლა ეს არის ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მომხმარებელის კანონმდებლობა და მისი აღსრულება ერთ-ერთ მაღალ სტანდარტშია, რეგულირებული მიმართულება, სადაც მომხმარებელს უფლება აქვს, რომ კონკრეტული პროდუქტი, რომლის შესახებაც კონკრეტული ინფლუენსერი საუბრობს, და იცოდეს ეს კეთდება თუ არა მისი რეკლამა, რადგანაც მოწოდებული ინფორმაცია თუ აღმოჩნდება, რომ არ არის არ შეესაბამება იქ მოყვანილ აღწერილობას თუ შემოთავაზებას, შემდგომ კონდეს საკუთარი უფლების რეალიზაციის საშუალება. ჩვენთან ჯერ მსგავსი შემთხვევა ჩვენ არ გქონია კონკრეტული кейსი ამასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხიდან გამომდინარე და მომხმარებელთა აქტიურობიდან გამომდინარე შეიძლება მომავალში ამასთან დაკავშირებით ვჯელობა იყოს. მომხმარებელთა აქტიურობა გამიჭირდება გითხრათ კონკრეტულად, რა და შეიძლება გითხრათ მაგალითად ევროპაში როგორ არის მითითებული, მაგალითად ადამიანი, რომელიც გიყვებათ რაღაც მაგალითად კოსმეტიკურ საშუალებაზე, რომ რამდენად ის სასარგებლო ან საოცრებებს აკეთებს მასთან დაკავშირებით, ის არის აბსოლუტურად მითითებული, თუ რა პროდუქცია საუბარი, როგორ არის დაფინანსებული თუ არა. ეს არის მაღალი სტანდარტი, ეს არის აუცილებელი სტანდარტი და ნორმა, ხო. შეიძლება აქამდე მივიდეთ, ადრე თუ გვიან. ეს მომხმარებელზე თავიდან ბოლომდე დამოკიდებული, ეს სფერო მზარდია, ეს სფერო მომავალში ალბათ კიდევ უფრო ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი და მომხმარებლისთვისაც თუ ის დაინახავს პრობლემას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ალბათ მას აქვს უფლება რომ მოგმართოს და ჩვენ გითხოვოს, რომ აი აღნიშნულ საკითხებთან საჭიროა დაუშვათ სწორი კომუნიკაცია. ჯერ არ მოუმართავს არავის. ამ ნაწილთან იყო გარკვეული კონსულტაციები, თუმცა როგორც ასეთ ჯერ ესეთი кейსი ინფლუენსერებთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არ გქონდა. მადლობა. ირაკლი ლეკვინაძე, კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში